რა ინფორმაცია მოდის დღეს თქვენთან ნაკადიდან, რას გვირჩევს ტარო, ამოვიღებ რამოდენიმე არკანს და შემდეგ უკვე წავიკითხავთ. თუ თქვენ შეგხვდათ ეს ვიდეო, გთხოვთ ყურადღებით უყუროთ, რადგან ინფორმაცია შეიძლება კონკრეტულად თქვენთვისაც იყოს და აქ ნახოთ რაღაცა სათქვენოც. ავხსნათ ჩვენი ნაკადიდან წამოსული ინფორმაცია. პირველი რაც მოვიდა, რომ ეხლა ხართ ცოტა ესეთ მდგომარეობაში, უკვე დეპრესიასთან, ეხლა თქვენ გჭირდებათ ვიღაცის მხარდაჭერა, დახმარება, ფიქრობთ უკვე თანხებზე, ისევ მოდის, ანუ პენტაკლების არკანების მუდმივად ჩანს ამ რამოდენიმე გაშლაში, რაც გავაკეთეთ ამ დღეებში და ეს ხუთიანი პენტაკლები მეტყოლებს იმაზე, რომ ნახეთ თქვენ განიცდით თანხებთან დაკავშირებულ სიტუაციას, თუმცა სულ ტყუილად თქვენ ხართ სავსე მდგომარეობაში, ამის დანახვაც არის ალბათ საჭირო, რა დადებითი მხარეები არის თქვენ ცხოვრებაში ფინანსებთან დაკავშირებით, ანუ აი ნახტომსაც აკეთებთ რაღაცას ამ მდგომარეობიდან აქ გადადიხართ, მხოლოდ არის საჭირო რომ შეხედო სხვა კუთხიდან სიტუაციას. შეიძლება აქ იყოს ასევე დახმარების მომენტი, რომ დაგეხმაროთ ოჯახიდან და საერთოდ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. შესაძლოა ვიღაცა ყიდდეს ეხა ბინას, გაყიდვა უნდოდეს, რომ ამ გზით მოვიდეს მასთან თანხა, რაღაცისთვის ჭირდება ეს თანხა და ამ გზით მოვიდეს და ეს იქნება კიდევაც მალე გაიყიდება თქვენი ბინა. არის ეს მომენტიც, ანუ აი ფინანსური სრულყოფილება არის 10-იანი პენტაკლები, როცა ადამიანმა გაიარა გარკვეული ეტაპები, გზა და მივიდა ამ მდგომარეობამდე. თუ გადავიტანთ თქვათ პენტაკლებს სხვა სფეროებზეც, იმიტომ რომ არა მხოლოდ ფინანსურ მხარეზე საუბრობს პენტაკლების არკანები, რა თქმა უნდა, და ვისაუბრებთ თქვათ სასიყვარულო ამბავზეც, შეიძლება იყოს რომ ვიღაცას ახლა აქვს ოჯახში ან ურთიერთობაში ცოტა დაძაბული მომენტი არის, ის თქვათ როგორ გადაჭრას რაღაცა საკითხი, ან წარსულ პარტნიორზე დარდის მომენტი შეიძლება შემოგაწვეთ ცოტა და ფიქრობდეთ რომ კარგი იყო, შეგვეძლო აგვეწყო რაღაცები. თუ კი არის ოჯახზე საუბარი, იცოდეთ რომ თქვენ მეორე ნახევარი ყოველთვის მზად არის რომ დაგიდგეთ გვერდიდან. აი ეხლა ეს რეზონირდება მათზე, ვისაც პატარა კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება გქონდეს თავის მეორე ნახევართან და ურთიერთობის ან საუბრის და დიალოგის გზით ამის გამოსწორება არის შესაძლებელი. კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში, რადგან სწორი კომუნიკაციის უნარი ჩათვალეთ, რომ თქვენი წარმატების, ანუ ნებისმიერ საკითხში თქვენი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საჭირო ინსტრუმენტია სწორი კომუნიკაციის უნარი. არა ვთქვათ დაყვედრება, რომ აი მე ესეთ მდგომარეობაში ვარ და შენ არ მეხმარები და ფეხს გვერდით არ მიდგეხარ და რაღაცა და არამედ გაგება, დალაპარაკება და საუბრის გზით გარკვევა რატოა ეს ადამიანი ჩაკეტილი თქვათ ამ სიტუაციაში თქვენს მიმართ, ხო? გახსენით ის საუბრი და რაღაცა გამოიყვანეთ ამ საუბარზე, დიალოგზე. აი რაღაც ახალიც მოდის თქვენთან. შესაძლოა ამ საუბრების შემდეგ თუ გავაგრძელებთ პარტნიორული ურთიერთობის თემას, იყოს მომენტი, რომ თქვენ თუ წასვლას აპირებდით ამ ურთიერთობიდან გადაიფიქროთ, ან პირიქით გაერკვეთ რაღაცაში და მიხვდეთ, რომ ეს ის ადამიანი არ არის, ვინც თქვენ გჭირდებათ ამ ეტაპზე თქვენი განვითარებისთვის და თქვენი მომავალი ცხოვრებისთვის. დიახ, პარტნიორული ურთიერთობა რა თქმა უნდა არის ერთად სიარული, შეთანხმება გეგმების და თუ კი თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ რომ რაღაცა მხარეს წახვიდეთ, რაღაცა მიმართულებით მიდიხართ, თქო დაიხმარეთ თქვენი პარტნიორი. ანუ მარტო ნუწახვავთ ხა ამ გზაზე. შეიძლება ეს ისეთი მომენტია, რომ საჭირო არ თქვენ მარტო იაროთ, მაგრამ მხარდაჭერა აუცილებლად გჭირდებათ თქვენი ოჯახისთან. შეიძლება მარტო წახვიდეთ, მაგრამ აი ისე ვიტყვი გავიმეორებ, აი კომუნიკაციით, მხარდაჭერა, საუბრებით, ურთიერთობის შენარჩუნება და მხარდაჭერა აუცილებლად დაგჭირდებათ.
გადავიდეთ ისევ ფინანსურ საკითხზე, დაუბრუნდეთ ფინანსურ საკითხს, იმიტომ რომ მესამე არკანი, რომელიც ამოვიდა, ეს არის კვერთხების ორიანი, ეს არის ადამიანის გადაწყვეტილება, რომ შეცვალოს რაღაცა თავის ცხოვრებაში. აქ ნახეთ, შეიძლება სამსახურის შეცვლაზეც იყოს საუბარი, შეიძლება უკვე გადადიხართ რაღაცა ახალ თანამდებობაზე, ახალ პროექტში უკვე შედიხართ და უკვე მიიღეთ, თქვათ, ეს ფინანსები და ფინანსები, რასაც ელოდით და ეხლა უკვე იწყებთ ამ გზას. შეიძლება ეს იყოს ასევე სულიერი ტრანსფორმაციის გზა, მაგალითად. მე რაღაცა მოხდა ჩემში ცვლილებები, გავიარე გარკვეული ტრანსფორმაცია, მივხვდი რაღაცები, გავითვალისწინე, გავიაზრე, ასე ვთქვათ, და ვაპირებ ახალი გზის დაწყებას. თუნდაც აი მაგალითად ავიღოთ არასულიერი, მაგალითად ძალიან მიწიერი მომენტი, ავიღოთ ჯანსაღი ცხოვრების დაწყების სიტუაცია, რომ მე ვიცი, რომ მე მჭირდება იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი, რომ რაღაცა შევცვალო ჩემ ცხოვრებაში და რაღაცა ჯანსაღად დავიწყო ცხოვრება, ხო? ანუ სწორი კვება იქნება ეს, თქვათ, სხეულის სხვანაირად მოვლა ფიზიკურად და ასე შემდეგ და თუ კი მანამდე მე არ მყოფნი და ანუ არც ფინანსი, არც შინაგანი მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს, რაღაცა ახლა განეწყეთ თქვენ ამაზე და მიდიხართ უკვე ამ გზაზე და ნახეთ ძალიან კარგი შედეგი შეგიძლიათ რომ მიიღოთ, ანუ ენერგია მოვიდა თქვენთან ამ ცვლილებების. ყველა ეტაპი, რაც ახლა ვახსენეთ, სიყვარული იყო ეს ურთიერთობა, ფინანსები თუ საკუთარ თავზე ზრუნვა, ანუ სულიერი ზრდა, ყველა ამ ეტაპში მზად ხართ უკვე თქვენ რომ მიაღწიოთ წარმატებას, გამონათება რაღაცა ენერგიის მობილიზება ხდება თქვენში, რომ ეს საკითხები, რაც ახლა განვიხილეთ და ვახსენეთ, სწრაფად, კარგად განხორციელდეს. ანუ მიდის, კარგად მიდის, ანუ საწყისი კარგი გაქვთ, დასაწყისი კარგი გაქვთ და ნახოთ გაგრძელებაში რა მოყვება, როგორ გააგრძელებთ რაღაცა ეტაპზე, რა თქმა უნდა, წარმოიშვება სირთულეები, ეს ნებისმიერი გზის გარკვეული ეტაპებია, რაც უნდა გაიაროთ, სირთულეების გადალახვის უნარი თქვენ გაქვთ, რადგან კვერთხების ხუთიანი ეს არის კონკურენტუნარიანი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გარემოში გაუწიოს სხვას კონკურენცია და მათ შორის პირველ რიგში ჩვენ საკუთარ თავთან დავიყოთ კონკურენტუნარიანები, რომ აი ის რაღაცა ძველი პროგრამები, რაც გვიშლის ხელს აღარ გვჭირდება, თავის დროში შეიძლება საჭირო იყო, მაგრამ ეხლა აღარ გვჭირდებათ. აი ეს პროგრამები გვინდა რომ შევცვალოთ და ამაში თქვენ გაქვთ სიძლიერე და კონკურენციის უნარი. ის სინათლე, რაც ეხლა გჭირდებათ ამ გზაზე, გაგაქვთ ბოლომდე, ანუ ენერგია მიგაქვთ ბოლომდე და კოშკის არკანი ძალიან ბევრ, ტრანსფორმაციას აჩვენებს, ანუ ეს არის თქვენი ბრძოლის შედეგი, ცვლილებას მიიღებთ. კარგი, აი დაუბრუნდეთ, თქვათ, პირველი რაც იყო ფინანსების საკითხი. ფინანსების საკითხშიც მიიღებთ ცვლილებებს, გეშინიათ არ გეშინიათ, იქნება ძალიან კარგი ცვლილებები. მეორე გქონდა ურთიერთობის თემა აქ განხილული და აი თქვენი ეს საუბრები, დიალოგი თქვენს პარტნიორთან და მასთან ერთად გასვლა ახალ ეტაპზე და გზაზე მიიღებთ ამაშიც შედეგებს, ანუ ძველი რაღაცების მსხრევა მიდის აბსოლუტურად და მოდის რაღაცა ახალი, გექნებათ ამის შიში, იმიტომ რომ აქ მოდის ძალიან დიდი გაცნობიერება თქვენთან და ნახეთ როგორ სიმშვიდეში მოდიხართ. ანუ ამ გზის გავლა მოგიწევთ, მეგობრებო, ამის გარეშე არ არსებობს ცვლილებების მოსვლა ჩვენს ცხოვრებაში და კიდევ გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ის რაც არის წინააღმდეგობა ჩვენში თუ გარემოსგან თუ რაღაც, ეს ყოველთვის გაძლიერებთ, ეს ყოველთვის მეტ ენერგიას გაძლიერებთ. უარყოფითი ენერგიებიც კი, რაც შეიძლება ტრიალებდეს თქვენს გარშემო, შეგიძლიათ ყოველთვის გარდაქმნათ დადებითად. ანუ უარყოფითშიც ეძებეთ დადებით. მოძებნეთ და აი ეს დადებითი გახადეთ თქვენი კიდე ენერგიის მკვებავად, ამ შინაგანი ენერგიის მკვებავად, ამ შემთხვევაში ამაზე საუბრობ, ხო? და თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დღეები არის, როგორც აღნიშნავენ ასტროლოგები და ნუმეროლოგები, ეს არის ძალიან ძლიერი პერიოდი გადასვლისთვის ახალ ეტაპზე, ჩვენში რაღაცა ცვლილებების მოხდენისთვის, ანუ სამყაროც ხელს გვიწყობს ამაში, ხო? არის ახლა ეს პერიოდი, მოდით თამამად დაიწყეთ ეს, და ძალიან კარგ შედეგამდე მიხვალთ. დაიმსხვრება ძველია უსარგებლო პროგრამები, რაც არის თქვენში, თქვენივე
წვლილი ამაში იქნება დიდი, იმიტომ რომ თქვენ ეცდებით რომ ეს შეცვალოთ და შვენურად შეგიძლიათ რომ გახვიდეთ ჰარმონიამდე. მოდით გავაძლიეროთ აფირმაციით ეს ენერგია, რომელიც გვჭირდება. აფირმაციებისთვის ვიყენებთ დასტას წარმატების დასახები. ნახოთ დღევანდელი დღის აფირმაციები ჩვენთვის. ყოველი პატარა წარმატება დიდ გამარჯვებამდე მიმიყვანს. მე მაქვს ჩემი კიდევ ერთი ძალიან კარგი ინსტრუმენტი, რომელიც არის როგორც art თერაპია, ძალიან კარგად მოქმედებს ჩვენს გონებაზე, სიახლეების მისაღებად, ასევე სასიკეთო ცვლილების მოსაზიდად, გასაძლიერებლად ჩვენი ენერგიების, სურვილების და მიზნების ენერგიების, ეს გახლავთ ნეიროგრაფიკა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებ და თქვენც მინდა შემოგთავაზოთ.